წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ბეტონი და უდაბნო ერთმანეთს ერწყმის. მექსიკაში, სამხრეთ ბახა კალიფორნიის უდაბნოში, პარადარო ჰოტელსის ტერიტორიაზე რუბენ ვალდეს პრაქტისმა შექმნა არარელიგიური საკულტო სივრცე, რომელიც სულიერი რიტუალებისთვისაა განკუთვნილი. ქვიშისფერი ბეტონის ეს მინიმალისტური სტრუქტურა ნაწილობრივ ჩაფლულია მიწაში, რათა სრულად შეერწყას ლანდშაფტს. დიზაინი, სადაც იატაკის ნაცვლად შიშველი მიწაა, ხოლო ჭერის ნაცვლად ღია ცა, აძლიერებს ტრანსცენდენტულ კავშირს დედამიწასა და კოსმოსს შორის. ეს შემოსაზღვრული სივრცე გეგმაში იდეალურ წრეს ქმნის. ფიცარნაგი ბეტონის პერიმეტრული კედელი თითქმის ერთგვაროვანია, გარდა ერთი ნახევარწრიული ღიობისა, რომელიც მკაცრად დასავლეთით არის მიმართული. აქედან იშლება მთების ხედები, ხოლო წრიული კედლებით ჩარჩოში აქცევს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძული განლაგება დამსწრეებს საშუალებას აძლევს თვალი ადენონ მზის მოძრაობას და დაინახონ უდაბნოს შუქის ცვალებადობა დღის განმავლობაში. ინტერიერი დეკორაციისგან თითქმის სრულიად თავისუფალია. ნახევარწრიული ღიობის ქვეშ განთავსებულია პატარა გაბრიალებული ობსიდიანის სარკე. ეს არტეფაქტი, რომელიც მექსიკურ კულტურაში საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა, როგორც ასახვისა და სულიერი წინასწარმეტყველების საგანი, ხაზს უსვამს სივრცის რიტუალურ ბუნებას. რუბენ ვალდეს პრაქტისის ეს და მსგავსი პროექტები გვახსენებს, რომ ბეტონი თანამედროვე საკულტო არქიტექტურის მნიშვნელოვანი მასალაა. მოგწონთ ინოვაციური დიზაინი, მაშინ გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რათა არ გამოგჩნდეთ ახალი საინტერესო პროექტები.